ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს და საგამოძიებო კომისიაზე მსჯელობას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც, მისი განცხადებით, ქურდების და ყაჩაღების სრული რეაბილიტაცია მოახდინეს ამ განხილვით. სააკაშვილის თქმით, ის მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს წარმატებისა და საქართველოს და უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება. ეს განცხადებები მან საკუთარ სასამართლო პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას გააკეთა. ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია, კონტრრევოლუცია კრიმინალების პრორუსი აგრეთების და პრორუსი კორუფციონერების. გასაგებია მე რასაც მიგეთებლებ. მიწაზეც მათრიეს, მომწამლეთ კიდევაც 1000 აბსურდულ ბრალდებებს მიგეთებლებ, მაგრამ თემი სოფლიოში მე მაიჩქები საქართველოს წარმატების და საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ძალიან მარტივი არის. ყველაფერი ახლა შავი და თეთრი, დღესავი და თეთრი, რამდენიც უნდა გააბუხო ამათ რა პროპაგანდაც უნდა აწარმოო. ისინი ელაპარაკებენ რაღაც 20%-ს თავის დაზომბებული, გაუბედურებული ან გახსოვებული მოსახლეობის, ყველა მათი მრევლი ვინ არის, ან კიდურესად ღარიბი და გაუბედურებული, ან გახსოვებული თავზე რო იხჩობა მოპარულ ფულში და საკუთარ ეროვნულ ორგანიზმის სისხლს. აი ამათზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, რომელიც მიდის. ამათვის არის შექმნილი ეს კომისიები და სხვადასხვა იდიოტიზმები, იმიტომ რომ სოფლიოში ამას არავინ არ ჭამს. მე ძალიან დიდ ხარჯაჭერას ვიღებ სოფლიოს მრავალი ქვეყნიდან